დაახლოებით 9 საათია, რაც გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვა მიმდინარეობს ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე და უნდა ითქვას, რომ კითხვები, რომელიც მასთან და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით ისმევა დღეს ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მიმართულია იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო მეტად გაავრცელოს ნარატივი და პროპაგანდა იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომში დამნაშავე იყო საქართველო, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას შეეძლო ომის თავიდან არიდება. თუმცა გრიგოლ ვაშაძის პასუხები მათ კითხვებზე არის საკმაოდ მკაფიო და მტკიცე, რომ რუსეთმა გაცილებით უფრო ადრე დაგეგმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა, რომ ეს იყო ძალების მოსინჯვა იმისთვის, რომ შემდგომ უკვე შეჭრილიყო უკრაინაში და გარდა ამისა ის ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლიანია გადაწყვეტილებები, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის მიღებული, რომ ამ ომში ერთადერთი დამნაშავე არის რუსეთი. მას დაუსვეს კითხვები ასევე უშუალოდ აგვისტოს ომის მიმდინარეობაზე, ომამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებულ მოვლენებზე, რაზე პასუხადაც გრიგოლ ვაშაძის პოზიცია არის ასეთი, რომ წინა ხელისუფლება იმ დროს ცდილობდა ომის თავიდან არიდებას, რომ პროვოკაციები რუსეთის ფედერაციას ჰქონდა, თუმცა წინა ხელისუფლებას სურდა, რომ ეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე არ დაწყებულიყო. ამავე სხდომაზე თეა წულუკიანმა თქვა, რომ კითხვები ექნება მიხეილ სააკაშვილთანაც და ქართული ოცნების დეპუტატებს აქვთ მოლოდინი, რომ ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს. ეს ყველაფერი იყო ის, რაც 2006 წელს რისი მომზადებაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით იმისათვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. Თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ 2008 წლის დაახლოებით იანვრის პერიოდში მაგალითისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აგზავნიდნენ საქართველოს ხელისუფლებისკენ სიგნალებს, რომ მათ სურდათ კიდევ ერთხელ გარკვეული მაღალი ხარისხის დაძაბულობის შემცირება და წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ორივე ხარისთვის მომხდარიყო გამოუსწორებელი დამდგარიყო შედეგი. საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ქალბატონოთია არ ინახება არანაირი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით. არავითარი სიგნალი არ შეიძლება შემოსულიყო საოკუპაციო რეჟიმისგან იანვარში, რომლის საფუძველში შეიძლება ყოფილიყო სერიოზული განზრახვა დაძაბულობის განტვირთვისკენ მიმართული. იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციური საფრთხე. ვინ შეგატყობინათ ამ მასირებული თავდასხმის შესახებ სოფელ ნულზე? რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა? 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. მანამდე კი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა პაატა დავითაიამ. ის ხელმძღვანელობდა წლების წინ დროებით საპარლამენტო კომისიას პარლამენტში, სწორედ აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ და სწორედ ამ სტატუსით დაიბარა ქართულმა ოცნებამ ის ამ გამოკითხვაზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ პაატა დავითაიასგანაც ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ დღეს მისთვის სასურველი პასუხები იმისთვის, რომ შემდგომ პოლიტიკურად ეს გამოიყენოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან პაატა დავითაიას ხელმძღვანელობითაც კომისიამ დადო დასკვნა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ რუსეთი და სწორედ ამ დასკვნასთან დაკავშირებით არსებობდა დღეს კითხვები, ჰქონდა თუ არა წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს მცდელობა, რომ კომისიას ისეთი დასკვნა არ დაეწერა, როგორიც დაწერა. დღეს კი ოცნების წარმომადგენლებმა დავითაიასგან მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ ასეთი მცდელობა, ასეთი ზეწოლის მცდელობა ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ლიდერისგან მაშინ კომისიას არ ქონია. დაწერის დროს აერეოდა თუ არა თქვა მაშინდელი პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლება ან დასკვნის
გამოქვეყნების შემდეგ უკმაყოფილება ხო არ ყოფილა ძალიან მათი მხრიდან ზეწოლა ხო არ დიდი ყოფილა. მადლობა ამ ღმერთის წინაშე ვაცხალი. კომისიის მუშაობის პერიოდში ერთხელაც კი არ ყოფილა ან ზეწოლა, ან მითითება სიტყვაზე, ან როგორ თქვა, შემოთვლითი მითითებაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობია ასე იყოს, ჯობია ასე არ იყოს, ან სხვანაირად იყოს. პირობითად ვლაპარაკობ. თუ საუბარი არის ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, მე როგორც კომისიის თავმჯდომარე ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე არ მქონდა, მოდი პირდა. ნაწილი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ, ხო? მაგრამ ამ ბერკეტს ვიყენებდი, იმიტომ რომ, ბევრი მიზეზების გამო. მაგრამ ცალსახადო ადასტურებ, რომ არც ერთი თანამდებობის პირის მხრიდან ეს არ ყოფილა. ამ დასკვნას მარტო პატადავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი 9 წელმა და აქედან 5 წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის პარტიას. მაშინდელ უმრავლესობას. სხვა კომისია ღებულობდა კონსენსუსის გზით გადაწყვეტილებას და მათ ეს ხარვეზები, ასეც ქვია, აღიარებს და ამიტომ ზეწოლის განხორციელება სიტყვაზე ძალიან გაუჭირდებოდა პირდაპირ ლაპარაკს. ხომ არ იყო შიში, ასე ვთქვათ, მაშინდელ ხელისუფლებაში, ნაცმოძრაობაში, რომ ბევრი რაღაცეებით კიდევ უფრო გამოჩნდებოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რა იყო ამის მიზეზი თქვენი აზრით, რომ უარი თქვენს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე? დღევანდელ პარლამენტში თქვენთან უმრავლესობის წევრები არიან ადამიანები, რომელიც იმ პერიოდშიც ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის წევრები იყვნენ. ისინი გაგცემენ პასუხს. პატა დავითაია შემდგომ უკვე მედიასთან ამბობს, რომ ის როგორც ერთდროს მოქმედი კომისიის თავმჯდომარე დღეს ვალდებული იყო ქართული ოცნების კითხვებზე პასუხი გაეცა და სწორედ ამ ვალდებულებით ხსნის მის მოსვლას დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თუმცა მედიას ეუბნება, რომ რეჟიმის შესაფასებლად ამ ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნა არის არასწორი და მიაჩნია ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ ისეთ თემებზე აქცენტი, რაც ეხება აგვისტოს ომს, რაც ეხება თავად პარლამენტს, რომელსაც გამოკითხვაზე დაბარებული სხვა პირები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და სწორედ ამიტომ არ ცხადდებიან გამოკითხვაზე. პატა დავითაიაც ამბობს, რომ პოლიტიკურად ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, თუმცა მას კანონი ავალდებულებდა, რომ ამ კითხვებისთვის დღეს სხდომაზე ეპასუხა. რაც შეეხება მთლიანად კომისიის მუშაობას იმ თვალსაზრისით, რომ იძიებენ მიმაჩნია არასწორად. მთლიანად კომისიის მოქმედება მუშაობა მიმაჩნია ამ საკითხებზე გამოძიების დაწყება საერთოდ რეჟიმთან დაკავშირებით ლაპარაკობთ, რომ ეცნება რეჟიმი, ხო, როგორი რეჟიმი მიმაჩნია არასწორად, მაგრამ კანონმდებელმა ამ ჩემი პოლიტიკური პოზიციაა, მაგრამ კანონმდებელმა ამ წუთას გადაწყვეტა ის, რომ მოქმედებდა შექმნეს საგამოძიებო კომისია. საერთოდ ნებისმიერი კომისიის შექმნა სხვა სახელმწიფოების გამოძიებასთან დაკავშირებით პრეცედენტის შექმნა ნიშნავს, რომ სხვა შექმნის მერე ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. მაგრამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით რადგანაც დამისვეს კითხვები, დაისვა კითხვები, მე ვალდებული ვიყავი, მოსულიყავი და დამეწვა. თუ იქნებოდა, მოდი ასე ვთქვათ, კომისიის დასკვნის გარეშე საუბარი სიტყვაზე, მაშინაც ვიყავი პასუხი. დილიდან ცდილობს ქართული ოცნება აგვისტოს ომზე მისთვის სასურველი პასუხები მიიღოს. ასეთი მცდელობა მათ კითხვებში ჩანს და თუ კი დავაკვირდებით მთელს ამ სხდომაზე მათ მიერ დასმულ კითხვებს, აქცენტი არის იმგვარი, რომ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს და მინიმუმ ის პასუხისმგებლობა, რომ წინა ხელისუფლებას შეეძლო აგვისტოს ომის თავიდან არიდება. ბუნებრივია ეს შესაძლოა იყოს ქვეყნის ინტერესების ზიანებელი, როცა საქმე ეხება ომს, რაზეც საერთაშორისო სასამართლოებს უკვე ნათქვამი აქვთ ოფიციალური დასკვნით, რომ აქ დამნაშავე იყო რუსეთი, რომ სანქციები არის სწორედ რუსი გენერლების წინააღმდეგ დაწესებული და ჩვენ გვაქვს კითხვები ქართულ ოცნებასთან, რომლის წარმომადგენლებიც კომისიის სხდომის შემდგომ ალბათ გააკეთებენ მედიასთან კომენტარს. ამ სხდომაზე დაბარებულები არიან ასევე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელზეც თეა წულუკიანმა თქვა, რომ ის ჯერჯერობით თავს იკავებს სხდომაზე გამოცხადებისგან და სავარაუდოდ ოცნება მას ელოდება, რომ საბოლოო პასუხი უთხრას.